ნამდვილად იყო პერიოდი, როდესაც ევროპა ჩვენგან ბევრ რამეს ითხოვდა ზედმეტს და ამას აკეთებდა სწორედ ქართული ოცნების ხელშეწყობით. იგივე LGBT-სთან დაკავშირებული მოთხოვნები და მაშინ ჩვენ ვამბობდით, რომ კატეგორიული წინააღმდეგი ვართ LGBT-ს პროპაგანდის. ჩვენ ვართ პირველი პარტია, ვინც სააკაშვილის დროს 100,000 ხელმოწერა შეაგროვა და პარლამენტში შეიტანა LGBT-ს. მაშინ პარტია არ ვიყავით, მაშინ ვიყავით წინააღმდეგობის მოძრაობა, საერთოდ პარტია არ ვიყავით. შევიტანეთ ამ LGBT პროპაგანდის წინააღმდეგ. პარლამენტმა არ მიიღო. ჩვენ ვართ პირველი ორგანიზაცია, მაშინაც არ მახსოვს უკვე პარტია გავხდით თუ არა ქართული ოცნების დროს, როცა 250,000 ხელმოწერა შევიტანეთ პარლამენტში, რომ აიგზავნოს LGBT-ს პროპაგანდა. ქართულმა ოცნებამ კატეგორიულ უარი თქვა ამ ყველაფერზე და პირიქით ქართული ოცნების წარმომადგენლები ღიად ამბობდნენ, რომ ვინცო არ შეეგუებაო ამასო, აი ამ პარადებს და რაღაცას. იმათო პოლიცია შეაგუებსო. ჩვენ მაინც არ შევეგუეთ. პირველი ადამიანები, ვინც ამასთან ბრძოლის გამო დააპატიმრეს, იყო ჩვენი ხალხი, წინააღმდეგობის მოძრაობის, იგივე მანჯავიძე სოსო, იგივე გარდაცვლილი უკვე ირმა-ინაშვილის ძმა კოტე ინაშვილი, თუ არ ვცდები იქ მერაბ ჭიქაშვილი და სხვები. ეს ყველაფერი რეალობა იყო. მერე სხვა პარტიები თუ სხვა ორგანიზაციებიც ჩაებმენ ამ თემაში და ის სხვა ორგანიზაციები კიდე მერე ჩვენ გვეჩხუბებოდნენ. როცა ჩვენ უკვე გავიარეთ ეს გზა და ახლა თქვენ მიდიხართ. კი ბატონო, ამ გზაზე მერე ჩაერთო იქ ფალავანდიშვილი იყო თუ ალკინკო სხვა. რატომ არ ერთვებით? მერე, როდესაც მოვიდა ტრამპი, რომელმაც თქვა უკვე, რომ მორჩა LGBT, დაამთავრდა LGBT, აღარ არის და ეს ამბავი მთელ სოფლიოში ჩაქრა. ამ დროს უცებ ქართული ოცნება გამოვარდა ამ სცენაზე და დაიწყო ლაპარაკი, რომ არა LGBT და აუგზავნო კანონიც მიიღო პროპაგანდის. ეს გააკეთა მაშინ, როცა უკვე ტრამპმა სოფლიოში თქვა, რომ აღარ იქნება ეს LGBT და ჩაქრა ეს თემა ყველგან. და სულ ამას გვეუბნება ევროპა, ამას გთხოვდა ბიჭო. ევროპა რო გთხოვდა, თქვენ მაშინ ჩუმად იყავით და ევროპა რო აღარ ითხოვს, ეხლა იძახით, რომ ევროპა ითხოვსო, აღარ ითხოვს უკვე, იმიტომ რომ მოკვდა ამბავი და თქვენ იძახით ითხოვსო. ეს პირველი ტყუილი. ეხლა გახდნენ მართლმადიდებლების დამცველები, კაცო, ჩვენ არ ვიცავდით ამ პანსიონატს იგივე ახალქალაქში, რომელიც დახურა ხელისუფლებამ, ორთვიანი ომი ჰქონდა ამაზე და ვინ დახურა ეს მართლმადიდებლური პანსიონატი? ქართულმა ოცნებამ. და ეხლა უცებ გახდა მართლმადიდებლობის დამცველი და იძახის, რომ ევროპა ებრძვის რელიგიას, კაცო. უამრავი NGO ებრძოდა რელიგიას და უამრავი NGO იბრძოდა ამისთვის და ჩვენ მაშინ ვიცავდით და ეხლა ეს გახდა დამცველი. ახლა დღეს რა ხდება? დღეს რას ითხოვს ევროპა ჩვენგან და ამერიკა? ეს თქვათ, კაცო, ყველაფერი დინამიკაში არსებობს. გუშინ რაღაცას გთხოვდნენ, დღეს რაღაცას არ გთხოვენ. გუშინ ვიღაცა ითხოვდა LGBT-ს, ტრამპმა თქვა დამთავრდა LGBT, აღარავინ აღარ ითხოვს LGBT-ს. გუშინ ითხოვდნენ მართლმადიდებლობას, ებრძოდნენ და შენც ქართულ ოცნებას ვეუბნები, შენც ებრძოდი. დღეს შენ გამოდიხარ მართლმადიდებლობის დამცველი თურმე, არ გაიშვა შენი დაცული მართლმადიდებლობა და ახლა პატრიარქს რო ლანძღავდნენ, ჩვენს გარდა ვინ იცავდა, ვინ აი ჩემი და ინაშვილის აქციებს მართავდი. სად იყო ამათი ერთხელ მაინც დაიწყეს. დღეს ეხლა ესენი გახდნენ დამცველები, მაგრამ დღეს სოფლიოში ისევ ტრამპის მერე აღარ არის რელიგიური ბრძოლა. ტრამპმა გააჩერა როგორც LGBT, ასევე რელიგიური საკითხები. რა დარჩა? რას ითხოვს დღეს ჩვენგან ამერიკან დასავლეთ? ეს თქვათ. დღეს ამერიკა ამბობს, რომ თქვენ და ეს სიმართლეა, მიიღეთო დასმენების შესახებ კანონი. მიიღეთ კანონი, ნებისმიერ ადამიანს ეხა შეუძლია დაწეროს ჩემზე და შენზე, რომ აი ესენიო რო ლაპარაკობენო, მე მგონი ესენი სახელმწიფოს წინააღმდეგ გამოდიან და აღძრავენ საქმეს. საბჭოთა დასმენების კანონი აღადგინეთ, ეს კანონი საფრანგეთმა რომ მიიღოს, ამერიკა იმასაც მოთხოვს და ევროპა რომ გააუქმეო. კი არ დაინდობენ იმას. დღეს შენ მიიღე კანონი, რომ მომიტინგეებს იჭერ ციხეში. ეს კანონი რომ მიიღოს საფრანგეთმა, იმასაც მოთხოვენ, რომ გააუქმე ეს კანონიო. დღეს შენ ადამიანები ციხეში ყავს, აი რისთვის ის ხოშტარია? პლაკატზე დაწერის გამოზის ხოშტარია, არ ჩემი მეგობარია ცხოვრებაში საერთოდ ერთხელ თუ ორჯერ ყავს ნანახი. პირიქით სუფრდა ხოშტარია. პირიქით სულ ჩვენ გვებზოდა და პროკურატურა შეიტანა ჩვენ წინააღმდეგ საქმე, მაგრამ მაგას რა მნიშვნელობა აქვს? სიმართლე ხო უნდა დავინახოთ, რომ ეს ადამიანი არაფრის გამო არ ზის, კაცო, რაღაცა პლაკატზე დაწერა რუსეთის აგენტები ხარ თუ ამას ისედაც უგეუბნებიან. და ამის გამო დაიჭირეთ, კაცო და ზის რამდენი თან დიდი ისა აქვს, ნიჭე წელიწადი თუ რაღაც მეანჭა ცოტა მეტი. როგორ შეიძლება ამის გამო ადამიანი იჯდეს, კაცო, არ აქვს ყველია. ბრალდებაც აქვს მას ქვეყნის წინააღმდეგ ქმედებების. ყველას აქვს ეხლა ეს ბრალდებები და ამას გეუბნება დღეს ისინი, რომ გააუქმე ესენი, ნუ იჭერ ხალხს. ჩაატარეს სამართლიანი არჩევნები, სხვას რამეს ითხოვს ეხლა დღეს ეს ამერიკა. გამჭვირვალობის შესახებ კანონის. თუ სხვა რამეს ითხოვს, გითხარით კონკრეტულად ეს სხვა რამეები, იმას კი ნუ გვიყვებით გუშინ წინ რას ითხოვდნენ, რასაც აღარ ითხოვენ.
იმიტომ რომ სხვა პრეზიდენტი მოვიდა და შეიცვალა ყველაფერი. ის თქვით დღეს რას ითხოვენ და არაფერს აღარ ითხოვენ დღეს. ეს კანონები გაუქმეთ, თქვენ ამის გაუქმება არ გინდათ, იმიტომ რომ თქვენ მონათლობელობა გინდათ ააშენოთ და ხალხს აბოლებთ, რომ აი ჩვენ იქიდან და ეროვნულ ინტერესებს სოფლიო შეიცვალა თქო დღეს ინტეგრაცია დიდია, კაცო, ჩინეთსაც თხოვენ, რომ ეს გაუქმე, ეს კანონი და ის კანონი და ის კანონი. ჩინეთსაც თხოვენ, რუსეთსაც თხოვენ, შენც მოთხოვენ და საფრანგეთსაც მოთხოვენ და ყველას მოთხოვენ და ჩინეთმა უფრო მეტი კანონები გააუქმა და უფრო მეტი თანამშრომლობა გამოიჩინა ვიდრე თქვენ. და რითი ხართ უკმაყოფილო კიდე ვერ გავიგე. ხო, ნუ იმას პირდაპირ არ ამბობენ, რომ იქ პირდაპირი მოთხოვნა რაც არის ბატონ დავით და ნომერ პირველი მოთხოვნა ეს გახლავთ ბატონი ბეძინა ივანიშვილის პერსონალური დასანქცირება, მისი ოჯახის წევრების, მისი გარემოცვის, მისი პოლიტიკური ელიტის და ასე აი ესეც კობახიძის ბრალია. ამას არ ამბობენ ეს დარტყმები ივანიშვილზე არის კობახიძის პოლიტიკის შედეგი.